მამისათა დისა სულთმედისათა გილოცავთ დიდებულ დღესასწაულს ყოველწლის გარდამოსვლაზე ქვეყანაზე მოწმულთაზე და ეკლესიის საწყისზე და რომელზეც დაფუძნებულია მართლმადიდებელი ეკლესია. დასაბამიდან თქვენ იცით გვინატელი იწყება სიტყვით დასალქნა ღმერთსა და ქვეყანა და შემდეგ ამბობ სული ღვთისმეტყველზე წყალთა და შემდეგ ამბობს თქვა ღმერთთან იქნეს ნათელია. იგი ყოველდღე სამება მონაწილეობს სამყაროს შექმნაში. მამა, ღმერთი, სული ღვთისა და სიტყვა ღვთისა. ლოგოსი. ანუ მამა, ძე და სული წმინდა. ასევე კაცობრიობის გამოხსნაში ისევ და ისევ ყოველდღე და სამება მონაწილეობს. მამის მიერ მოვლინებული სიტყვა ლოგოსი ქვეყანაზე ძე ღვთისა და მის მიერ მამისგან გამომავალი სული წმინდა მოეფინა მოწაფეებს და ქვეყანას ისე ადამიანის თოდიდან აღდგინებით სათვის ასევე ყოველდღე და სამივე წევრი მონაწილეობს. ერთია ღმერთი, მამა, ღმერთი, ძე, ღმერთი, სული წმინდა ღმერთი. როგორც მამები ამბობენ ერთი ბუნებით, საებრივი ბუნებით და სამი პირებითო იპოსტასით მამისა და ძისა სულისა. მამა არავის უხილავსო, უფალი ამბობს, ხოლო ძე მხოლოდ შობილი რომელთა მოავლინა მან გამოუცხადა იქ ქვეყანაზე. და მამისგან გამომავალი სული წმინდა ქრისტეს მიერ მისი ვედრებით ამაღლების შემდეგ მოეფინა მოწაფეებს და მოწაფეების მიერ მსოფლიოს. მაგრამ ვიდრე ეს მოხდებოდა გარდამოსვლა წმინდისა უფალი საგანგებოდ გამოეცხადა მოწაფეებს და უთხრა აღდგომის შემდეგ რომ გამოეცხადა დახშულ კარში და უთხრა შებერა მშვიდობა უთხრა შებერა მიიღეთ სული წმინდა. ანუ მართებდა მიღებათ და მიიღეთო სული წმინდა და ისიც ვისაც მიუტევთ მიეტევება, ვისაც არ მიუტევთ არ მიეტევებაო. ანუ ცოტათა მიტევება მხოლოდ მე შეუძლია, მაგრამ ღმერთმა ხილულად და ცხადად გამოაცხადა ეს მაცხოვრის სიტყვით და სული წმინდის მობერვით და გარდამოსვლით მოციქულებზე. ამიტომ ხსნას უშადონეძებს ადამიანი გარდა იმ ჭეშმარიტ ეკლესიის წიაღისა
რომელიც ქრისტემ დააფუძნა სულწმიდის მადლით. ეს უშინდელი დღეა და ხანდელი დღეს სწორედ ამ სამების გამოცხადების ჩვენ და საცხოვნებლად. და თუ ვინმე ფიქრობს ცხოვნებას და ფიქრობს აზრის ცხოვრების რა არის ის დაიბადა მისი შექმნა სამყარო და როგორ უნდა იცხოვროს და რა ვედიეტ მომავალში მე როცა გავა მსოფლიდან მაშინ ეს ამაზე პასუხს მიიღებს მხოლოდ ჭეშმარიტ პასუხს აზრიან პასუხს და არსებითად ჩვენთვის მნიშვნელოვან პასუხს რომ ცხონება მხოლოდ ეკლესიის წიაღშია შესაძლებელი ამიტომ სული წმინდა უფალმა გადმოწაფეებზე და მათ აღუთქვა ისეთ მიუტეთ მიეტევა ანუ მიტევება ცოტა სულწმინდის მადლით ხდება და ქრისტეს მიერ რწმენით და დისა და სულისა მიერ მამის ძალით და კურთხევით ასე რომ ფრეთ იყავით და გაძლიერდით შენ სოფელი დიდია დიდი იმპერიები არის ხალხამ სიმრავლე არის მილიარდობით ადამიანი მაგრამ უფალი გამოარჩევს იმას ვინც მიიღო სული წმინდა და სულწმინდის მადლით იცხოვრა ქვეყანაზე როგორც ამბობს წმინდა სახარება და უფალი დააყენებსო საკუთარ აღდგომის შემდეგ სამჟაროზე კრავებსო მარჯვნითო და თიკნებსო მარცხნითო მერთია გამკითველი და გამშვილი ასე რომ ადამიანები უსჯელობენ რომ ასე იქნება ის იქნება ყველა ცხონდება თუ არა უფალმა გარკვევით თქვა კრავები მარჯვნით იქნება ანუ გამართლდებიან ღვთის მიერ და თიკნები მარცხნივ ანუ ხილებული იქნებიან თავის წოდებში და შეუნანებელ მდგომარეობაში და შემდგომი უკვე უფლის გასაგებელია რატომ მე დაგლოცოთ და დღეს გილოცოთ კიდევ ერთხელ დადარით ყოველდღე სამების სახელზე ხო ყოველთვის სამებო დიდება შენ და შეგვეწია და გვაცხოვნე ჩვენ ამინ